გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ნიკოლო. მე ვარ ლექსო. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა არხზე Twinkies. ამ არხზე გადავიღებთ ჩვენ ვიდეოებს საჭმელებთან დაკავშირებით და ჭამასთან დაკავშირებით. ახლა გავაკეთებთ ნაგეცებს და მე შევჭამთ. და თქვენც გამოგყვებით. ქათვის ნაგეცის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები. ქართული კეჩუპი, ზეთი ბარაქა და ბიბილოს ქათმის ნაგეტი. წავედით. და ვიწყებთ მეგობრებო მომზადებას და პირველი ნაბიჯი რა არის ლექსო? წაფის გაცხელება რა თქმა უნდა. მოდი ჩავართოთ. გადაადგილე მოიჯნი და ტაფა უნდა იდოს ზემოდან რა თქმა უნდა. ახლა კი უნდა ჩავასხოთ ზეთი ბარაქა. ბარაქა არის ერთ-ერთი ზეთი საქართველოში, რომელიც არის ქოლესტერინის გარეშე და არის რაფინირებული. ყველას გირჩევთ, რომ ეს ზეთი გამოიყენოთ მაქსიმალურად გემრიელი იყოს. ჩავასხეთ ბატონო ლექსო. ზეთი უკვე ასხია ტაფაში. ხოი საოცრებო. არ ვიცი რატომ ვინ ჩაასხა, მაგრამ მოდი ვაჩვენოთ როგორ უნდა ჩავასხათ ზეთი. აი მსგავსი წრიული მოძრაობით. დიახ. უკვე ცხელი არის მგონი, იმიტომ რომ დიდი ხანია ეს ტაფა ჩართული გვაქვს, იმიტომ რომ მე ასე დუბლია, რასაც ვიღებთ. შემდეგი, მაგრამ თქვენ უნდა დაელოდოთ 5 წუთი მაინც რომ გაცხელდეს. დიახ. გავხსნათ ეს. არ დავარდნილა ეს ის იყო. ქვემოთ ეფექტები დავადეთ. ქვემოთ სისუფთავი არის და ისეთ რაღაცები გვიფენია. ვაფშე ადამიანი წევს ქვემოთ, ვინც დაიჭირა ახლა ეს და მოგვაწოდა. აი მსგავსი ფორმის ნაგეცები გამოვიდა. აბა ჩაყარეთ პირველი და თან ვაჩვენოთ რო ჩავარდება რა იქნება. ეს არის ისტორიულ მომენტს ესწრებით პირველ ნაგეტს ვდებ ტაფაში. ასე უნდა აშუშხუნდეს. თუ არ აშუშხუნდა, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ ჩემო მეგობრებო. და სავარაუდოდ აკეთებთ და ამიტომ გჭირდებათ ჩვენი ვიდეოების ყურება. რომ ყველაფერი სწორად გააკეთოთ. ეხლა მეორე შეიცადე. კარგი ხო? მესამე შეიცადე. მეხუთე, მეექვსე. ნუ თუ მეშვიდე. მერვე. და მოდი იყოს 8 ნაგეტი ამ ეტაპისთვის. გონი კიდე ერთი ეტაპი. მოდი იყოს 9 ნაგეტი ამ ეტაპისთვის. როგორი ლამაზი ნაგეტებია ღმერთო ჩემო. აი მოდი რომ განახოთ თქვენს. ესეთი ალბათ იკითხავთ, ეხლა ერთ მხარეს რო შეიწევა, მეორე მხარეს როგორ წოვენ, ხელი არ ეწევათო? არა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასეთი რაღაცა. რითიც გადმოვატრიალებთ ამას. თქვენ ალბათ არ გიქნებოთ ესეთი რაღაც. გირჩევთ შეიძინოთ. კარფური ერთ-ერთი საუკეთესო მაღაზია საქართველოში, სადაც ნახავთ აბსოლუტურად ყველაფერს. ეხლა არის 50%-იანი ფასდაკლება სამზარეულოს აქსესუარებზე და ეს აუცილებლად იყიდეთ. აუცილებელია. ახლა კი დაგიბრუნდებით, როდესაც ერთი ნახევარი შეიწევა. აი შეხედეთ როგორ ისყინებს ჩვენი ბიბილოს ქათმის ნაგეტსები. გონი გადმოტრიალების თქმა. აბა, ცადე პირველი გადმოტრიალება. ქვემოდან ვუკიდებთ ამ რაღაცას. ეს რაღაც არ შედის ქვემოდან, მაგრამ რა თქმა უნდა აი შეხედეთ, აი კარგად დააკვირდით, გადაახვიეთ და თავიდან უყურეთ. როგორი ხაშუნაკანია ღმერთო ჩემო. საერთოდ არ არის ახლა ის მომენტი. გონი უკან უნდა გადმოტრიალო. გონი კი. აი, დაგიბრუნდებით კიდე 5 წუთში. ახლა კი ნამდვილად დადგა მგონი გადატრიალების დრო. ესე შეიძრაყა უკვე ჩვენი ნაგეტსები ესენიდან. ნახოთ აბა. შეიწვა. ჩემი აზრით დაიწვა კიდე. ბრავო. ეს გულის ფორმისაა. თუ არა? ეს ორი ეს იგი ეს. მაღალია. დავუწიეთ. შეგიძლია გადაუღო როგორი ჩვენიერი ნაგეტები გამოდის და დაგვეწვა. მაგრამ არა უშავს. შეცდომები ხდება. ამჟამად არის მეგობრებო და ახლა გადმოვიღებთ. პირველ რიგში გავთიშოთ. დიახ, არ დაგავწეთ. ხანძარი არ გავაჩინე. და ახლა უკვე გადმოღებით რო. ეს საკითხავთ მევა
როგორი ლამაზია. წინ უკან ასეთ მოძრაობს. აი ესეთი 6-7 ტიპის ნაგეცები გამოგვივიდა მეგობრებო. მეგობრებო, მზად არის ჩვენი ნაგეცები და ვიწყებთ დაგემოვნებას. გემოების მაქსიმალურად გახსნისთვის უნდა გამოვიყენოთ რა თქმა უნდა ჩვენი სპონსორის ქართული კეჩუპი. და ასკევა. და ასევე კოკაკოლაც. ნუ ძალიან უხდება. მიწევ ჩანგლით ვჭამთ. მე ძალიან უღელო. კარგია? მოგწონთ? ჩემი აზრით ბიბილო აღარ იქნება შემდეგ ვიდეოს სპონსორი. არა უშოვს. ნორმალური. ლექსო ცოტა ბევრი დრო ჭირდება ფიქრისთვის და დავაცალე. ჩემი აზრით ეს ხორცი ქათმის საერთოდ არ არის. შენ რა სიტყვი? ამარ ისი არის. დუინიცის. შეიძლება ხორცი საერთოდ არ არის. მეც ვფიქრე 8 ლარად 1 კილო ქათმის ხორცს ვერ მოყვინს. თუმცა 1 კილო ქათამი ისედაც 8 ლარზე უფრო ძვირი არის. და ჩვენ გამზადებული ნაგეცები ვიყიდეთ 8 ლარად. ბრავო. საოცარი ლოგიკა. აქ რაღაც იმალება თევზური არის აქ. ძალიან ფიში არის. ფიში ძალიან ფიში არის. კი. ამაზე გავარკვევთ რაღაცას უეჭვი. ბიბილოს ჩვენგან საყვედური აუცილებლად. და ვეძებთ ახალ სპონსორს შემდეგ ვიდეოებისთვის. დიახ. მაგრამ მაინც ვჭამოთ, იმიტომ რომ ხშირია. მოდი 6-7 ნაგეცები ჭამოთ. მე ვიქნები 7, შენ იყავი 6. დაგვიწერეთ შემდეგი რა ვიდეოები გინდათ. ჩვენ ბევრი იდეა გვაქვს ძალიან. აი რისი გასინჯვა გინდათ, რისი დამზადება გინდათ, ყველაფერი გითხრით და ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფრის გაკეთება ვიცით საერთოდ. თუ არა და ვისწავლეთ და გავაკეთებთ. შემდეგი ვიდეო საუბრობთ იქნება Happy Meal-ების unboxing-ი. დიახ მეგობრებო, დაელოდეთ ამ ვიდეოს. ძალიან საინტერესო ვიდეო უნდა გამოვიდეს ჩემი აზრით. მთელი საქართველო ელოდება გაიგოს რა არის Happy Meal-ში. და ჩვენ ვიქნებით ჩვენ ამ ყველაფერს ფარდას ავხდით. ხედავთ როგორ ერთნაირად აი Twinkies. ხო, Twinkies აქედან მოდის, Twin. ტყუპები. შენი აზრით გავფუჭდო. ასე იმართება ხოლმე. მოფხიზდა. ზოგჯერ ითიშება ხოლმე გონებით, არ ვიცი. მაგრამ ასეთი გვიყვარს. დიახ. ასე ძახდი? როგორ ხარ? როგორც ხედავთ უკვე დავასრულეთ ჭამა. ძალიან ცუდი იყო. ბოლომდე შევჭამეთ, მაგრამ არა იმიტომ რომ კარგი იყო, უბრალოდ ძალიან მშიო და კატასტროფა ნაგეცები იყო, შეიძლება ითქვას, ფუფ ბიბილო. მომავლისთვის სპონსორებმა მოგწერეთ აქ მიდითებულ მეილზე twinkies@gmail.com და არ დაგავიწყდეთ ასევე რომ შემდეგ ვიდეოში რა სიხილავენ ნიკოლო? McDonald's-ში Happy Meal-ების unboxing-ს არ დაგავიწყდეთ და აუცილებლად უნდა უყუროთ, იმიტომ რომ გაიგებთ როგორ გავიცანით ჩვენ ერთმანეთს. ძალიან ამაღელვებელი ისტორია. და ვინ ვართ ერთმანეთისთვის სინამდვილეში. ამას გაიგებთ შემდეგ ვიდეოში.